მე მინდა პირველ რიგში გკითხოთ ცოტნე ივანიშვილზე რაკეღა დღეს სოციალურ ქსელშიც აქტიურად საუბრობენ და მათ შორის ეს საინტერესოა იმ კუთხით რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი საუბრობს რომ ძალადობას გმობს და რომ ეს არ უნდა მომხდარიყო და ბუნებრივია შეხვედრაზე სადაც ალბათ მონაწილეებიც წინასწარ არიან იდენტიფიცირებული ვინ უნდა დაესწროს ასე შემთხვევით კითხვა არ დაისმეოდა ძალადობაზე რას ფიქრობთ რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის ახსნა მოგესალმებით მე ვესალმები მაყურებელს მე საერთოდ არ ვიცი ცოტნე ივანიშვილს ვინ ეკითხება ამ საკითხებს იმიტომ რომ ნორმალურ სახელმწიფოში სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა პასუხობდნენ ესეთ ძალადობის ფაქტებს აი ცოტნე ივანიშვილი რატო არის ადამიანი რომლის სიტყვების მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით მე სიმართლე გითხრათ საერთოდ არ მესმის ეს ქვეყანაა თუ საფეოდალო ეს უნდა გავარკვიოთ ჯერ პირველ რიგში ხო ვიღაცა ფეოდალის უმცროსი ვაჟი რო რაღაც კომენტარებს აკეთებს მე არ ვფიქრობ რომ პოლიტიკური დღის წესრიგისთვის ეს შეიძლება საერთოდ მნიშვნელოვანი იყოს და ნორმალურ ვითარებაში ალბათ ხო მაინც უნდა განვიხილოთ ეს საკითხი მაშინ რა პოლარიზაციაზე არის ლაპარაკი ანუ რა ვიცი ჩვენ ვაწამეთ ხალხი ჩვენ მივიტაცეთ არჩევნები ჩვენ მოვწამლეთ საქართველოს მოქალაქეები საქართველოს ევროკავშირის გზას ჩვენ ჩამოვაშორეთ და ნატოს გზას თუ საერთოდ რუსეთისკენ ჩვენ მიყავს ეს ქვეყანა ძალადობის წყარო ვინ არის ხო ამ ქვეყანაში ძალადობის წყარო არის ბიძინა ივანიშვილი პირადად და მისი მორჩილი რაღაც კრიმინალების ბანდა რომელსაც თვითონ ეძახიან მთავრობას და სინამდვილეში სხვა არავინ არც ქართველი ხალხი და არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ლეგიტიმურ ხელისუფლებას არ აღიარებენ ამიტომ ძალიან მარტივია სინამდვილეში რეცეპტიც როგორ უნდა შეჩერდეს ძალადობა ამ ქვეყანაში როგორ და ეს კრიმინალების ბანდა უნდა ჩამოშორდეს დე ფაქტო ხელისუფლებას ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს ნორმალური დაბალანსებული კოალიციური ევროპული ტიპის მთავრობა რომლის ამოცანას რუსეთის ბრძანებების შესრულება და ფულის მოპარვა კი არ იქნება ბიუჯეტიდან არამედ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებზე ფიქრი იქნება აი როგორ უნდა ესეთი რამე გვინახავს ჩვენ გახსოვთ ბერა რო გამოდგეს ერთხელ და კამპანია რო ქონდათ ლეგალაიზ ანუ ვითომ მარიხუანას მოხმარების გამო რო ადამიანები 2012-შიც იყო კამპანია დაჭერა რო არ შეიძლებოდა და ვითომ რო ბერა ამის მხარდამჭერი იყო ამ ჰუმანური მოძრაობის ხო სინამდვილეში თაღლითობაა ეს ყველაფერი მეტი არაფერი მე არ მგონია საერთოდ რომ ჩვენ რაღაცა ჩვენი წესრიგი ესეთმა სიგიჟეებმა უნდა განაპირობდეს ამისკენ არც გიბიძგებთ გიგა უბრალოდ ბერა გაიხსენეთ და ბერას პოსტის გამო ადამიანების გათავისუფლება მე მგონი ბირჟა მაფიას საქმე იყო ანუ ეს არ არის შემთხვევით ნათქვამი სიტყვები ამას გულისხმობ მხოლოდ რომ შეიძლება რაღაც ცოტნე ივანიშვილი რო ლაპარაკობდა პირველ რიგში ეჯდა კაცი რომელიც ქალებს ცემდა კალაზის შტაბის შტაბთან გახსოვთ ეგ კადრები ქალებს რო თავს დაესხნენ რა თქმა უნდა გემახსოვრებათ ხო ყველას ახსოვს და მე მეორე დღეს დიდი საპროტესტო აქცია რო გაიმართა მელიქიშვილზე აი ეგ კაცი ეჯდა წინ იმას უყურებდა და ამბობდა რომ ძალადობა უნდა დასრულდეს ეხლა თაღლითობის ვის ჯერა ხო არავის რეალურად ძალადობა ამ ქვეყანაში მართლა დასრულდება ოღონდ ძალადობა დასრულდება ამ მოძალადე კრიმინალური რუსული რეჟიმის ჩამოშლის გზით როგორც კი ეს რეჟიმი დასრულდება და ეს უფრო მალე მოხდება ვიდრე ბიძინას გონია მაშინვე დასრულდება ძალადობა. კარგი, ვისაუბროთ მაშინ როგორ დასრულდება, იმიტომ რომ ბოლო დღეებში ასევე იყო ეს განხილვის საგანი. თქვენი ორიენტირება ახლა უახლოეს პერიოდში არის 26 მაისის შეკრება, თუმცა და სამომავლოდაც ეს არ არის საარჩევნო კამპანიის ნაწილი, ხომ? ასე ხედავთ. რა თქმა უნდა. როგორ ხედავთ საერთოდ თქვენს გზას, იმიტომ რომ ბოლო დღეებში იყო საუბარი, არჩევნები ხელისუფლების დამარცხება შესაძლებელია თუ არა, ან როგორი არჩევნებით გვარამეაც გამოეხმაურა ამ საკითხს. არჩევნებთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია გითხრათ ძალიან მკაფიოდ. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში რეჟიმის მარცხი გაფორმდება არჩევნების გზით. ოღონდ არჩევნები უნდა იყოს არჩევნები და არა რაღაც სპექტაკლი, სპეციალური ოპერაცია საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, როგორიც მაგალითად იყო 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები, საპარლამენტო არჩევნები, ხო? ან შემდეგ ლეგიტიმაციის სპექტაკლი ესე 2025 წლის ეგრეთ წოდებული ადგილობრივი არჩევნები. ეს არჩევნები არ არის სინამდვილეში. ეს არის სპეცოპერაცია, რომელსაც დრო და დრო ატარებს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ეს ხელისუფლება არ ჩაატარებს შემდეგ არჩევნებს. ნახეთ, აი 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები ხო კომუნისტურმა პარტიამ ჩაატარა, ანუ კომუნისტურ რეჟიმში ჩაატარა. ოღონდ წინასწარ გასაგები იყო, რომ კომუნისტური პარტია მაგ არჩევნებს აგებდა, ანუ ჩამოშლილი იყო ეს სისტემა. ეს ტექნიკური დეტალები რასაც ჩვენ ვამბობთ, ხო? შეიძლება ფორმალურად ამ რეჟიმის პირობებში ჩატარდეს, ან არც ჩატარდეს, მაგრამ თავარი ამბავი სინამდვილეში მდგომარეობს იმაში, რომ არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ნებისმიერ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში ივანიშვილი წააგებს
80-ით 20. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. პარალელი, როცა წინასწარ იყო ცნობილი რომ წააგებდა, ანუ თქვენ გჭირდებათ მათ შორის არჩევნებამდე პერიოდში დანახვა თუ დარწმუნება რომ ეს იქნება თქვენთვის წარმატებული არჩევნები. ჩვენ გვჭირდება რეჟიმის ჩამოშლა. ეს რეჟიმი თუ არ ჩამოიშალა, თუ კუთხეში არ მიიმწყვდია ეს რეჟიმი, თავისი ნებით, რა თქმა უნდა, ივანიშვილი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს არ ჩაატარებს, ამის ილუზია ვინმეს კი არა. და ჩამოშლა რას გულისხმობს? ჩამოშლა გულისხმობს იმას, რომ რეჟიმი უნდა იყოს დასუსტებული იმდენად, იმიტომ მოვიყვანე 90 წლის 28 ოქტომბრის მაგალითი, რომ მაშინ საბჭოთა რეჟიმი იყო დასუსტებული იმდენად, რომ არჩევნები გახდა ფორმალობა, ეროვნულმა მოძრაობამ არჩევნები მოიგო ძალიან დიდი უპირატესობით. ეს კითხვა თქვენზე დასვით და ზოგადად არსებობს ხოლმე ეს შეკითხვა, რომ ბიძინამ უნდა ჩაატაროს არჩევნები? ამისთვის არის კარგი მაგალითი ეს 90 წლის 28 ოქტომბრის მაგალითი, იმიტომ რომ თუ რეჟიმი არის ჩამოშლილი, თუ რეჟიმი არჩევნების დღემდე არის შეგუებული მარცხს და მოყვება თავისუფალ და სამართლიან პირობებზე, ეს მის მარცხს ნიშნავს აპრიორი, ავტომატურად. უბრალოდ არჩევნებთან დაკავშირებით, აი ძალიან კაფეოთ რომ დავაფიქსირებ, კიდევ ერთხელ ნახეთ პოზიცია, იმიტომ რომ ეს დისკუსიის საგანია, ხო? არც ერთ სპექტაკლში პროდასავლური ოპოზიცია არ შეყვება ივანიშვილის რეჟიმს. არ შეყვება. ეს არის სხვათა შორის ოპოზიციის ალიანსის სტრატეგიული შეთანხმების ერთ-ერთი ცენტრალური პუნქტი, რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას რეჟიმის მანევრებში. აი ეს 9 პოლიტიკური პარტია ოპოზიციის ალიანსის სახით, რომელიც არის მთავარი პოლიტიკური ალტერნატივა ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმისთვის. შეთანხმდა მაგაზე, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ივანიშვილის მანევრებში მონაწილეობას. ასევე ამ შეთანხმების ნაწილია შემდეგი დათქმა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოპოვება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება არის ჩვენი ბრძოლის, ჩვენი შრომის მთავარი ამოცანა. აი, რამდენიმე კითხვა მაქვს. დიახ. ეს თემა გააქტიურა ბოლო დღეებში. უნგრეთის მაგალითმა ხომ ვიქტორ ორბანი დამარცხდა არჩევნებით. და სწორედ ამიტომ დაიწყო აქ საუბარი, არჩევნები მართლაც არის თუ არა გზა ხელისუფლების შესაცვლელად. თქვენ როცა ამბობთ, რომ მანევრებში არ მივიღებთ მონაწილეობას, აი მაგალითად თუ უნგრეთს განვიხილავთ, უნგრეთში ოპოზიცია ორბანის წესებით არჩევნებში მონაწილეობდა რა და იქაც სხვადასხვა კონტექსტია რა თქმა უნდა არ ვიცი თქვენ მიიჩნევთ თუ არა საერთოდ რელევანტურად ამ მაგალითის განხილვა საქართველოში ნაწილობრივ მივიჩნევ რა თქმა უნდა დიახ მაგრამ თუ არათანაბარი პირობები იქნება იქ ბრძოლისთვის რესურს არ ხარჯავთ არა ნახეთ არათანაბარ პირობებზე ხო არ არის საუბარი ნახეთ უნგრეთი იყო კოჭლი დემოკრატია, მაგრამ მაინც დემოკრატია, ხო, ნაკლოვანი დემოკრატია, მაგრამ მაინც დემოკრატია. ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა, ხო? და თქვენ რომ მოვლენებს დააკვირდეთ, აქ რა ხდება და იქ თვისობრივად განსხვავებული სიტუაცია იყო უნგრეთში. ამიტომ მაგიარს და მის გუნდს მათთვის საკმარისი გამოდგა სტანდარტული პოლიტიკური წესებით კონკურენცია იმისთვის რომ გაემარჯვოთ. რას გულისხმობ იცით? კარგი კანდიდატი, კარგი გზავნილი, კარგი კამპანია, ბევრი კონტაქტი მოსახლეობასთან, ხო? ასე პროპაგანდასთან ეფექტიანი ბრძოლა. ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტები, კლასიკური, რომელიც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ მიწისძვრა, პოლიტიკური მიწისძვრა მომხდარიყო უნგრეთში და გაიმარჯვა მაგიარმა და მისმა გუნდმა, ხო? ეს პოლიტიკური ინსტრუმენტები ეხლა ნახეთ, საქართველოში ნახეთ რა სიტუაცია არის განსხვავებით უნგრეთისგან. საქართველოში ადგილი აქვს ადამიანების სისტემურ წამებას თავისუფალი და სამართლიან არჩევნებთან მიახლოვებული პროცესიც კი გაუქმებული აქვს ჯერჯერობით ივანიშვილს ანუ ეს პროცესი ჩვენ მოსაპოვებელი გვაქვს სინამდვილეში ქიმიურ იარაღს იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გესმით ანუ პრინციპულად განსხვავებული ვითარება, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს ემუქრება აკრძალვით, აი ეს უცებ ერთ დღეს შეიძლება გაიღვიძოთ და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დახვდეთ, რომ პოლიტიკური პარტიები არიან აკრძალული. უყურეთ კიდე რაშია პრინციპული განსხვავება, რომ პოლიტიკური ლიდერების ხედან ციხეში და ამ ქვეყანაში ზოგადად არის უფრო მეტი პოლიტპატიმარი ერთ სულ მოსახლეზე, ვიდრე რუსეთში. ეს უნგრეთში ხო ესე არ იყო ობიექტურად, ხო? ამიტომ ნახეთ, უნგრეთში შეიძლება სხვა პრობლემებზე ვისაუბროთ. მე რისი ახსნა მინდა იცით უბრალოდ, რომ ჩვენთვის, ოღონდ მე რაღაცა იმ გამამართლებელ არგუმენტებს კი არ ვეძებ, არც ერთი წამით.
არ არსებობს არც ერთი ობიექტური არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლის შეჩერებას. ან ოპოზიციას გაამართლებდა, რომ იცით რა, ეხა აქ ძიმე ვითარებაა და ამიტომ რა ვქნათ ჩვენ. ეს მაგისტრის კი არ ამას არ ცველოდება, უბრალოდ მინდა თქვენი სტრატეგიის ხედვა მოვისმინე. ძალიან კარგი შეკითხვაა, იმიტომ რომ ზუსტად მაგაზე მინდოდა გადასვლა სტრატეგიაზე. განსხვავებით უნგრეთისგან, ჩვენი სტრატეგია ბუნებრივია, რომ განსხვავებულია. ჩვენ გვაქვს არჩევნები მოსაპოვებელი. ამიტომ ჩვენი სტრატეგია დგას სამ რამეზე. ეს არის რაც შეიძლება ფართომასშტაბიანი მწვავე ქუჩის წინააღმდეგობის ორგანიზება და სხვათა შორის 26 მაისი არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იმისთვის, რომ ბევრი ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში, ჩვენ ერთმანეთსაც უნდა უთხრათ, საერთაშორისო პარტნიორებსაც უნდა უთხრათ და რაც თავარია ივანიშვილის რეჟიმს უნდა უთხრათ, რომ ხალხი სადმე კი არ წასულა. თავებს რო ითვლიან მუდმივად, ხო? ხალხი ისევ ქუჩაში დგას და ამ ფართომასშტაბიანი წინააღმდეგობის ორგანიზება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ერთი მხრივ, ხო? რომ აიძულოთ მას უნდა ჩამოიშალოს ეს რეჟიმი უნდა დაემხოს. ეს რეჟიმი უნდა ჩამოემხოს სინამდვილეში. ჩამომხობაში გულისხმობთ ივანიშვილის იძულებას, რომ ის დათანხმდეს სამართლიან არჩევნებს? ივანიშვილის იძულებას, რეჟიმის იმდენად გამოფიტვას, იმდენად დასუსტებას და საბოლოოდ ჩამოშლას, რომ შესაძლებელი გახდეს ამ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს ერთი, მეორე, ნახეთ, საერთაშორისო წნეხის რაც შეიძლება გაძლიერება ივანიშვილის წინააღმდეგ. ტყუილია, რომ ივანიშვილს არ ეშინია საერთაშორისო სანქციების. იმედთან და პოსტივისთან რამ ორ რუსულ კომპანიასთან დაკავშირებულმა სანქციებმა ძალიან კარგად აჩვენა, რისი ეშინია რეჟიმს სინამდვილეში და მათ ნამდვილად ეშინიათ საერთაშორისო სანქციების. ორბანის მარცხი კითხვისობრივად ზრდის შანსებს იმისა, რომ საერთო ევროპულ დონეზე შესაძლებელი გახდეს პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ასევე იმ ადამიანების და იმ კომპანიების წინააღმდეგ საერთო ევროპულ დონეზე სანქციების მიღება, რომლებიც ამ რეჟიმს ინარჩუნებენ საქართველოში. მეორე საერთაშორისო წნეხი და მესამე, ბოდიშე მესამეც მათქმევინეთ და გადავიდეთ, ხო? მესამე ეს არის ხელშესახების სანდო პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა ქვეყნის შიგნით, რასაც ცდილობს ოპოზიციის ალიანსი, ხო? და თუ ჩვენ სახეზე გვაქვს ფართომასშტაბიანი მწვავე სახალხო წინააღმდეგობა, გაძლიერებული საერთაშორისო წნეხი რეჟიმის წინააღმდეგ და რეალური ხელშესახების სანდო პოლიტიკური ალტერნატივა, ეს რეჟიმი დაიშლება. ეს არის ჩვენი გამარჯვების გზა. თქვენ ამბობთ, რომ გაიმარჯვეთ 2024-შიც ივანიშვილმა წააგო, თუმცა მან არ აღიარა არჩევნები და ამას მოჰყვა შემდეგ ის რეპრესიები, რომელსაც ჩამოთვლიდა, რაც განასხვავებს ქართულ კონტექსტს უნგრულისგან, ხო? რა გარანტია არსებობს, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გაიმყარა თავისი ძალაუფლება თქვენი მტკიცებით გაყალბებული არჩევნებით, ახლა ჩამოიშლება და მას არალეგიტიმურად აცხადებთ და თქვენთვის სასურველი წესებით ჩაატარებს არჩევნებს. რა აიძულებს და თუ თქვენ მეტყვით, რომ ხალხის ძალა მაქვს მიპასუხეთ, მაგრამ ალბათ ვფიქრობ, რომ პროტესტი მას აიძულებს, ასეთი ხედვა გაქვთ. ეს ხალხის ძალა, თუ კი არის თქვენ მხარეს, რატომ ვერ მოხდა თქვენი აზრით 2025 წლის არჩევნებისთვის მისი იძულება? აი იმ პერიოდში იმისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნები ყოფილიყო სამართლიანი. იმიტომ რომ თქვენ წინასწარ თქვით, რომ ეს არჩევნები არ იქნება, ეს მითია, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი გეთანხმებოდა და არ მიიღეთ მასში მონაწილეობა. ხო, ასევე არ მივიღებთ არც ერთ სხვა ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობას და ამას გააკეთებს პროდასავლური პოლიტიკური სპექტრის ისევ აბსოლუტური უმრავლესობა, როგორც იმ ლეგიტიმაციის სპექტაკლში იყო, რომელსაც ადგილობრივ არჩევნებს უწოდებდა თვითონ ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილის ლეგიტიმაციის სპექტაკლის ჩატარების შესაძლებლობას ჩვენ არ მივცემთ ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ თქვენ კითხვას რო დაუბრუნდეთ, ხო? რა იძულებს ივანიშვილს, რომ ჩატარდეს ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები? კიდევ ერთხელ, ფართომასშტაბიანი ქუჩის წინააღმდეგობა, მეორე, გაძლიერებული საერთაშორისო წნეხი და მესამე, რეალური ხელშესახები პოლიტიკური ალტერნატივა, ანუ კაფიო წარმოდგენის შექმნა. აი ახლა ამ პროცესს ამ სამიდან რა აკლია? მოქალაქეებში, ეხლა ვეგეტყვით, საქართველოს მოქალაქეებში კაფიო წარმოდგენის შექმნა, ვინ და რა იქნება, როგორი მმართველობა იქნება, როგორ გაუმჯობესდება ერთეული მოქალაქის ცხოვრება რეჟიმის ცვლილების მერე. რა მკითხეთ ბოდიში? აი ამ სამიდან თქვენ სამიდან ეხლა ადგილზე არის სამივეს ჩანასახი, ნახეთ, პროტესტი წინააღმდეგობა, მაგალითად 2024 წლის ნოემბერი-დეკემბრის დღეებში იყო თვისობრივად განსხვავებული ინტენსივობის მასშტაბის, ვიდრე არის ეხლა. ეს არის ფაქტი. შეგეძლოთ თუ არა, ეს პროტესტი გამოგეყენებინათ იმისთვის, რომ მომდევნო არჩევნები, რომლითაც ხელისუფლება არ იცვლებოდა, მაგრამ ადგილობრივ დონეზე ცვლილების შანსი იყო არჩევნებით, გამოგეყენებინათ ისე, რომ დათანხმებულიყო ის სამართლიან წესრიგს. როგორ, ანუ, ნახეთ,
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მერე ივანიშვილმა როდესაც დაწერა შედეგები, ხო, გადაატრიალა შედეგები და დაწერა მისთვის სასურველი გორბი, რასაც უწერდა, ის დაწერა ზუსტად, ხო? ამას მოყვა წინააღმდეგობა, ამას მოყვა მერე 28 ნოემბრის განცხადება კობახიძის ევროპულ გზაზე უარის შესახებ და კიდევ უფრო დიდი წინააღმდეგობა და მერე ამას მყისერად მოყვა ივანიშვილის რეპრესიული მანქანის ამოქმედება ძალიან მაღალი მასშტაბით, ხო, მათ შორის ეს ადამიანების წამება, ქიმიური არაღის გამოყენება, მოწამვლა, მაგის მერე იყო ყველაფერი. მაგის მერე ასევე იყო კანონმდებლობის რაღაცა გიჟური გადასხვაფერება, ხო, ანუ ცვლილება კანონმდებლობის ისე, რომ პოლიტიკური კონკურენცია გაეხადა შეუძლებელი. დღეს თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველოში არის პოლიტიკური კონკურენციისთვის ესე იგი აუცილებელი პოლიტიკური ვითარება? არა. ეს ხო პოლიტიკური კონკურენცია არა. როცა ლიდერები ციხეში არიან, არა მხოლოდ, ანუ სხვა მხრივაც გეთანხმებით არ მაქვს ეს როგორ ეხლა ტროტუარზე ადამიანი რო დგას და იმას რო იჭერ, მან რა პოლიტიკურ კონკურენციაზე კი ბატონო, გიგა, მე მინდა გითხოთ, ანუ სანამ თანაბარი არჩევნები რას გულისხმობს მაშინ ეს? თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გულისხმობს შემდეგ დათქმას, რომ ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს ივანიშვილის კონტროლს მიღმა. აი ამისი კარგი მაგალითი არის ეუთო ოდირის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ჩანაწერი, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია უნდა გათავისუფლდეს ერთი პარტიის დომინაციისგან, ესე ეწერა პირდაპირ. ხო, ეს რო განვაზოგადოთ პოლიტიკურად, ხო? თავისუფალი და სამართლიანი არის არჩევნები, რომელიც ტარდება ივანიშვილის პოლიტიკური კონტროლის მიღმა. ანუ ივანიშვილს აღარა აქვს იმის ძალა, იმის რესურსი, რომ მავნე გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. მათ შორის ეს ეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, ეს ეხება საარჩევნო დავების განხილვას. წარმოიდგინეთ, დღეს საარჩევნო დავები იკეტება გვრიტიშვილი მურუსიძის დონეზე. ანუ გვრიტიშვილი და მურუსიძე არიან ადამიანები, რომლებმაც უნდა განიხილონ საარჩევნო დავა. ეგ არჩევნებია. ეგ ხო არჩევნები არ არის სინამდვილეში. სადაც მურუსიძე და გვრიტიშვილი იხილავენ საარჩევნო დავებს, ხო? ამიტომ საარჩევნო ადმინისტრაციასაც უნდა შეეხოს ცვლილებები. საარჩევნო დავების განხილვასაც უნდა შეეხოს. იმიგრანტებს სანამ ხმის უფლებას არ დაუბრუნებენ. სანამ არ დაუბრუნდებათ ადამიანებს ხმის უფლება. იქამდე როგორ 750,000 თქვენი მოქალაქე რო გამოთიშული არის საარჩევნო პროცესისგან. 750,000. საქართველოს მოსახლეობა სულ არის 3,690,000 და აქედან 750,000 ყავთ გათიშული პროცესისგან საერთოდ. ხო, ანუ დე ფაქტო ჩამოართვეს ხმის უფლება. იქამდე რა არჩევნებზე რა თავის თუ გარემო არ შეიცვალა? ხო. თქვენ მომდევნო არჩევნებისთვისაც ეს ვადამდელი არა, ჩვენ ესე კალენდარული გადადებულები კი არ ვაპირებთ, რომ ველოდოთ ივანიშვილის ტვინში როდის რამე ნატურა გაანათებს და გადაწყვეტს, რომ მოდი ახლა ჩავატაროთ, ეს არ მოხდება. თქვენი ძალისხმევითაც თუ კი არ შეცვალა. ჩვენ ვაპირებთ, რომ რეჟიმი ჩამოვშალოთ. პირდაპირ გეუბნებით, ვაპირებთ, რომ რეჟიმი ჩამოვშალოთ. ამ ბრძოლის შეწყვეტას ჩვენ არ ვაპირებთ. რეჟიმის ჩამოშლას გეგმავთ პროტესტით ქუჩაში? წინააღმდეგობით საერთაშორისო და არჩევნები იქნება მხოლოდ გაფორმება? რა თქმა უნდა, არჩევნები იქნება ივანიშვილის რეჟიმის დასასრულის დოკუმენტალური გაფორმება. ეს არის გზა გამარჯვების. ნებისმიერი სხვა გზა, სადაც ივანიშვილი ინარჩუნებს კონტროლს საარჩევნო პროცესზე, არის გზა არა გამარჯვებისკენ, არა ბრძოლისკენ. არამედ ჩაბარებისკენ. აი ეს არის განსხვავება. თქვენ გქონდათ რაიმე წარმოდგენა 2024 წლის არჩევნებამდე წინასწარ როგორ იქნებოდა ეს არჩევნები? არა, ხო, რა თქმა უნდა, დაახლოებით მქონდა წარმოდგენა და როგორი იყო ანუ? ოღონდ იმაზე უარესი აღმოჩნდა, ვიდრე მე მქონდა პირადად წარმოდგენა, გაცილებით, იმიტომ რომ ეს ნახევრად სამართლიანი ასე ფიქრობდი. არა, როგორ არა, მე სამართლიანი არ იქნება, მაგრამ მე ვფიქრობდი, რომ ესე იგი სტანდარტული კონვენციური პოლიტიკური მეთოდებით შესაძლებელი იყო ანუ თუ ბევრ ხალხს მოვიყვანდით არჩევნებზე, შესაძლებელი იყო გამარჯვება, იმიტომ რომ იქამდე არსებული ნებისმიერი წინა არჩევნები იყო ძალიან ცუდი ივანიშვილის მიერ ჩატარებული, მაგრამ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები იყო არაუბრალოდ ცუდი არჩევნები, ან არაუბრალოდ გაყალბებული არჩევნები. ეს იყო გადაწერილი არჩევნები, ეს იყო ბევრი ხალხი არ იქნება, უბრალოდ ბევრი ხალხი რომც იყოს, ეს აღარ არის საკმარისი პირობა. ხო, რეჟიმი. ნახეთ, ივანიშვილმა მოიგონა საარჩევნო მეთოდი, როგორ უნდა მოიგოს არჩევნები ხალხის გარეშე.
სრული სერიოზულობით გეუბნებით. რაღაც ეს ელექტრონული სისტემა შემოიტანა, გააკეთებს რაღაც კრიმინალურ ბანდებს, ტელევიზორში იყო ეგ, ანუ ადამიანი, ვინც მაგას აკეთებდა, თვითონ ყვებოდა ამას ვაკეთებდი მეო. და მთელი ინფრასტრუქტურა მოყვა, როგორ კეთდებოდა მარჩვენების მიტაცება. რაღაც ასეულებად დაყოფილი ჯგუფები ყავს, რომლებიც ყალბი პირადობებით, რომელსაც ბეჭდავს იუსტიციის სამინისტრო, ეს მარტო ერთ სქემას გეუბნებით. იუსტიციის სამინისტრო ბეჭდავს ყალბ პირადობებს და პასპორტებს, დადიან ამ ყალბი პირადი ნომრებით და სხვების მაგივრად აძლევენ ხმებს და ეს ხდება მასიურად. ანუ აქ 100 და 300 ხმაზე კი არ არის ლაპარაკი, აქ არის ლაპარაკი ათასობით ხმაზე. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა რომ რაღაცა შედეგიანად დასვა, ანუ ეს არის სქემა არჩევნები ხალხის გარეშე. ეგეთი სქემა მოიფიქრა. აგროვებს მონაცემებს ყველა ადამიანზე, ხვდებით? ანუ თითოეულ მოქალაქეზე აგროვებს მონაცემებს და ზუსტად იცის როგორ უნდა განახორციელოს ზეწოლა ამა თუ იმ ადამიანზე. სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, რომ ბუნებრივია, თუ მოქალაქეების მობილიზება იქნება ქვეყნის შიგნით თუ საზღვრებს გარეთ, მანიპულაციების მიუხედავადაც შესაძლებელია. საზღვრებს გარეთ როგორ იქნება მოქალაქეების მობილიზება, როცა საზღვარგარეთ მცხოვრებს საქართველოს მოქალაქეებს ხმის უფლება ჩამოართვეს საკანონმდებლო დონეზე. აი, ვისი მობილიზაცია უნდა შედგეს საზღვარგარეთ? არ ვიცი, ხო და მე ვიცი, მე გეუბნებით რომ თუ ეს რეჟიმი არ ჩამოიქცა, თუ არ ჩამოიშალა და ეს სხვათაშორის ტკივნეული პროცესია. ეხლა მაგალითად ამ რეჟიმის არაღიარება, რო ვამბობთ, ხო, რომ არაღიარება არის მნიშვნელოვანი. ამ არაღიარებისთვის ხალხი ფასი ხდის, გესმით? ანუ და ფასი ხდის საკუთარი პირადი თავისუფლების ფასადაც კი. არ მინდა ეხლა რომ კონკრეტული სახელები და გვარები ჩამოვთვალოთ, რომ ბევრია ესეთი, მაგრამ ჩვენი მეგობრები, ჩვენი თანამებრძოლები ციხეში სხედან, რატო? იმიტომ რომ არ აღიარებენ ამ რეჟიმს. და ეს ადვილი გზა კი არ არის რეჟიმის ჩამოშლის გზა, არ არის ადვილი გზა. ოღონდ ეს არის გამარჯვების ერთადერთი გზა. და სიმართლე რო გითხრათ, ასევე მე ობიექტურად ხედავ უკვე გარკვეულ ბზარებს რეჟიმის შიგნით. აი მაგალითად, ხო, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გადატვირთვის მცდელობა, რომელსაც ივანიშვილი აწარმოებს ამდენი ხნის განმავლობაში, ხო? მილიონებს ხარჯავს მაგაში და კიდე მილიარდებს პროპაგანდაში. მაგალითად, იმედის ტელეკომპანია, რუსული კომპანია იმედის დაფინანსება რეჟიმს წელიწადში უჯდება 350 მილიონი ლარი. წარმოგიდგენიათ? ერთი ტელეკომპანიის. ოღონდ არ შველის ეგ. ეხლა ხო ამბობდნენ, რომ აპრილში შედგება ამერიკელ პარტნიორებთან გარღვევა ურთიერთობებშიო. აი ხა დღეს არის 18 აპრილი. მე თქვენთან ერთად დაველოდები, აბა აპრილის გასვლას და ერთად დავაკვირდეთ შედგება თუ არა თვისობრივი გარღვევა ქართული ოცნების რუსულ-ირანულ კრიმინალურ მოძალადე რეჟიმსა და შეერთებული შტატების ერთი კითხვა დამრჩა. ესე იგი მთავრობას შორის აი მოხდება თუ არა ურთიერთობების გარღვევა. ნახოთ. ერთი მოკლე კითხვა დამრჩა, როცა სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არასწორი წარმოდგენა ჰქონდა ჩვენ მოქალაქეების მობილიზებაზე, ერთგვარი შეცდომა უწოდა ამას, რომ პარტიებმა ვერ გათვალეს, რამდენად მივიდოდა ბევრი ადამიანი არჩევნებზე. თქვენ ამბობთ, რომ მაშინ გეგონათ 2024 წელს, რომ ბევრი ადამიანის მისვლით არჩევნებზე მოიგებდით. დღეს ეს უკვე საკმარისი აღარ არის. ბევრი ხალხი მივიდა, იქნებ არ გამოყვათ ოპოზიციიდან. არა, მეტი სასურველი იქნებოდა, მაგრამ ცოტა ხალხი არ მისვა. ანუ 2024 წლის არჩევნების პრობლემა ის კი არ იყო, რომ ხალხი არ მივიდა. ოპოზიციამ ჯამში მოიგო ეგ არჩევნები. ფაქტია, მათემატიკურად დადასტურებადი ფაქტია ეს, ხვდებით, რომ მოიგო ოპოზიციამ. უბრალოდ ივანიშვილმა გარეკა საბოლოოდ რუსეთისკენ მაგ არჩევნების მერე. ბევრი ხალხი იყო ოპოზიციის მხარეს. არა ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ პარტიების მხარეს. დაწერა შედეგი. რატომ ვერ წალეკა მაშინ? გეტყვით, რატო? ოპოზიციურმა ამ ელექტორატმა ისე, რომ შემდეგი არჩევნები წალეკა რას ნიშნავს? ქუჩაში გამოდიოდა 100.000. მე გულისხმობ წალეკაში შეიძლება ნოემბერი-დეკემბრის უხეშად ვამბობ. აი, არ ვიცი, მე არავითარი პრეტენზია ამ ხალხთან არ მექნებოდა. არა, დღეს ამბობ, რომ ბევრი ხალხის მოსვლა არ არის საკმარისი. ხო და ნახეთ, მადლობელი ვარ ამ ხალხის სინამდვილეში, იმიტომ რომ ნოემბერი-დეკემბრის დღეებში რაც საქართველოს ხალხმა გადაიტანა, რასაც გაუძლო და ფეხზე დარჩა თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი. ეგეთ რამეს ხალხმა ვერ გაუძლო ვერც რუსეთში, ვერც ბელარუსში, ვერ გაუძლო. თქვენ თუ გონიათ თვისობრივად ნაკლები იყო ან ძალადობის ხარისხი, ან ვაშუქებდით, ან იმის რა ქვია, ფინანსური წნეხი ადამიანებზე. ბალოტნაიას პროტესტი მაგალითად რუსეთში გატეხა ადმინისტრაციულმა ჯარიმებმა საბოლოო ჯამში, ხო? ხალხი სისტემურად აწამეს 500 ადამიანი ახალგაზრდა მარტო პოლიციის მინივენებში აწამეს რუსთაველზე, ხო?
ასობით ქალი დაუქვემდებარეს ღირსების შემლახავ მოპყრობას დროებითი მოთავსების იზოლატორებში. მოწამლეს ხალხი. აი ბუკვალურად მოწამლეს ქიმიური იარაღით. და ეს ხალხი და ასევე დააყადაღეს, ცემეს, 10,000-ობით ადამიანს ტელეფონზე უყურებდნენ. მე კითხვა შეეხებოდა იმ მობილიზაციაში თქვენი თანხმობით. მე მაგის თქმა მინდა ზუსტად რომ ამ ყველაფრის მიუხედავად ხალხი ფეხზეა, ხალხი აგრძელებს პროტესტს და ეს ბრძოლა არის გამარჯვებამდე, ბოლომდე სიტყვა ეს სლოგანი სხვათა შორის არის ყველაზე უფრო კარგი სიტყვა, რომელიც ასახავს გამარჯვების გზას. გზაში რაღაცა მცირედ მორწმუნეობამ კი არ უნდა გადაგვიყოლოს. პირიქით უნდა გავასწოროთ ფოკუსი და ვიაროთ მწყობრად ერთად გამარჯვება. მადლობა გიგა ლემონჯავას. დროას ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენთან სტუმრად. მე თქვენ დაგემშვიდობებით და მივესალმები შემდეგ სტუმარს ლევან ცუცქირის